1921 წელს მე-11 წითელი არმიის შემოჭრის შედეგად წერტილი დაესვა საქართველოს სამწლიან თავისუფლებას. დამყარდა ბოლშევიკური მმართველობა და ქვეყანა იძულებით იქნა გაერთიანებული საბჭოთა კავშირში, საერთო კომუნისტური აჯანყების პოლიტიკურ ნაყოფში. შედეგად საქართველოში, ისევე როგორც სხვა საბჭოთა რესპუბლიკებში, მივიღეთ პოლიტიკურად ერთპარტიული, ეგრეთ წოდებული კომუნისტური დემოკრატია, რომელმაც კულტურისა და ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანებს შეუზღუდა თავისუფალი არჩევანის უფლება. დეგრადაცია განიცადა კულტურის მთლიანობის იდეამ. წარმოიქმნა კულტურის ორი მოდელი: ერთი მხრივ მასების გემოვნებასთან გათანაბრებული კულტურა, რომელმაც გადაირჩინა თავი, მაგრამ დაკარგა ღირსება და მასთან ერთად ღირებულება, მეორე მხრივ კი ელიტური კულტურა, რომელმაც როგორც საბჭოთა ხალხისათვის უსარგებლო მარგინალურ პოზიციაზე გადაინაცვლა. სხვაგვარად განწყობილი მწერლები მარტივად ცხადდებოდნენ საბჭოთა ქვეყნის მტრებად, ხოლო მათი ხარისხიანი, ხშირად გენიალური შემოქმედება ანტისახელმწიფოებრივ მოღვაწეობად, რასაც ყოველთვის ერთი დასასრული ჰქონდა: დასჯა. ამ მიზეზით დასჯილ მოდერნისტული და ავანგარდული ფრთის წარმომადგენელ ქართულ მწერალთა საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალი შეიძლება გაკეთდეს. 1930-იან წლებში ხელისუფლების მიერ ჩატარებული დიდი პოლიტიკური წმენდის შედეგად ქართული ლიტერატურის ბუნებრივი განვითარება ახალმა, ხელოვნურად დანერგილმა საბჭოთა კანონმა ჩაანაცვლა. ქართველმა მწერლებმა ირიბად ნასროლი ქვების სტრატეგიას, ანუ აზრის გამოთქმის ალტერნატიულ საშუალებებს მიმართეს: ალეგორიას, სატირას, იუმორს, გროტესკს, მითს, აბსურდს, რათა როგორმე ლეგალური გზით მიეღწიათ ფართო მკითხველ აუდიტორიამდე. საუკეთესო ნიმუშს ამ თვალსაზრისით წარმოადგენს პოლიკარპე კაკაბაძის პიესა ყვარყვარე თუთაბერი. ყვარყვარე თუთაბერი დრამის ისტორიის გადასახედიდან ტრაგედიის უარყოფის ეპოქაში დაიწერა, როდესაც მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, რევოლუციებისა და სოციალური აფეთქებების შედეგად დამყარებული დიქტატურების პირობებში, როგორც იყო ფაშიზმი და ბოლშევიზმი, ტრაგედია ძალად დაკარგულ დისკურსად გამოცხადდა და ადგილი დაუთმო დრამას, სადაც ადამიანის ტანჯვის მიზეზად ყალბ მორალზე დაფუძნებული პოლიტიკური სისტემა დასახელდა, ხოლო ბრძოლის მიზნად მისი მხილება და შხამს საწინააღმდეგო საშუალების მიგნება. ახალი დისკურსის პიონერად ევროპულ თეატრში ბერტოლტ ბრეხტი მოყვევლინა, რომელმაც ამ საკმაოდ რთული და მუზნობიარე თემების გასაშლელად გროტესკის, სატირისა და იუმორის ხერხი ირჩია. ბრეხტის თეატრი არ არის ორიენტირებული თანაგრძნობაზე, არამედ ყოველნაირად ცდილობს, რომ მკითხველი, მაყურებელი ჩააგდოს შოკის მდგომარეობაში. ბრეხტისეული შოკი უფრო მომხდარით აღშფოთებაა, რასაც იწვევს პიესაში განვითარებული მოქმედებების კვალდაკვალ აღმოცენებული ტოტალური ზიზღი და სიძულვილი. ყველგან მეფობს ტყუილი, სიყალბე, ამორალურობა, სამყარო თვალთმაქცობისა და უსამართლობის სარბიელადაა ქცეული. ერთადერთ შხამსაწინააღმდეგო საშუალებას კი ადამიანური არჩევანი წარმოადგენს. მკითხველს, მაყურებელს არ ტოვებს განცდა, რომ ყველაფერი სხვაგვარად შეიძლებოდა მომხდარიყო, თუ კი სხვაგვარი არჩევანი იქნებოდა. ადამიანი, რომელიც დგას ისტორიული არჩევანის წინაშე, აი ბრეხტის გმირი. მაგრამ 1928 წელს, საბჭოთა რეჟიმის დამყარებიდან სულ რაღაც 7 წლის შემდეგ, საბჭოთა საქართველოში მცხოვრები ავტორისთვის ოცნებაც კი შეუძლებელი იყო პოლიტიკური თეატრის შექმნაზე. ამიტომაც პოლიკარპე კაკაბაძე ორმაგი ძირის ხერხს მიმართავს და წამყვან სტილისტურ მეთოდად გროტესკს, სატირას და იუმორს ირჩევს. მხოლოდ ამ გზით თუ შეძლებს მწერალი ბოროტების პირველ წყაროს, მახინჯი პოლიტიკური სისტემის გამოაშკარავებას. პიესაში მოთხრობილია უსაქმური ზარმაცი, მედროვე, შიშარა, გაუნათლებელი და ეშმაკი კაცის, ყვარყვარე თუთაბერის რევოლუციური ხანის თავგადასავალი, უმოკლეს დროში, კერძოდ მეფის ხელისუფლების დამხობისა და საბჭოთა წესწყობილების დამყარების პირველ თვეებში. ყვარყვარე ხან მეფის ხელისუფლების მომხრეა, ხან დროებითი მთავრობის წარმომადგენელია და ხანაც ბოლშევიკების მხარდამჭერი. მის პოზიციას ყოველთვის ერთი პრინციპი განსაზღვრავს: ვინ არის ხელისუფლების სათავეში. თუ ხელისუფლების სათავეში მეფეა, მაშინ ყვარყვარე მისი ერთგულია. თუ დროებითი მთავრობა, ყვარყვარე მის ჯარს მეთაურობს, ხოლო თუ ბოლშევიკებმა გაიმარჯვეს, ყვარყვარე მათი ამხანაგია.
ყვარყვარე ანტიგმირია, რომელიც საკუთარი უვიცობის, უინტელექტობის, უპრინციპობის, მლიქვნელობის, ამპარტავნების და სხვა ცოდვების წყალობით წარმოადგენს ალეგორიას ბოროტ და ამორალურ პოლიტიკურ სისტემაზე. პიესამ საგონებელში ჩააგდო ახალგაზრდა საბჭოთა ცენზურა. მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოები უხვად შეიცავდა რეალური გარემოსა და მის მკვიდრთა სატირულ გროტესკურ რეფლექსიას, ის კარგად ინიღბებოდა პოლიტიკურად უმწიფარი ახალი დროებისათვის მენტალურად მოუმზადებელი ბრიყვი და მლიქვნელი ადამიანისა და მისთანების დაცივით. სცენები გაჟღენთილი იყო კომიკური სიტუაციებით, დიალოგები აბსურდული შინაარსით, პერსონაჟები კარიკატურული შტრიხებით. გარკვეული ყოყმანის შემდეგ ტექსტი დაიბეჭდა, პიესაც დაიდგა. იუმორმა, გროტესკმა და სატირამ წარმატებით შეასრულა იდეოლოგიისაგან დამცავი მექანიზმის მხატვრული ფუნქცია. განსხვავებით ბრეხტისგან, ქართველ ავტორს მიზნად არ დაუსახავს ისტორიის, როგორც ტრაგედიის განზომილების რეკონსტრუქცია, მაგრამ შექმნა რა ყვარყვარე თუთაბერის მხატვრული სახე, მან მკითხველს შესთავაზა კომპილაციური მოდელი ტრიქსტერისა, რომლის ქმედებებსაც დამანგრეველი და ტრაგიკულიც კი შედეგები შეიძლება მოჰყვეს საზოგადოებისთვის. ყვარყვარის ნიღაბი ტრიქსტერის ნიღაბია, რომელშიც წარმოჩენილია მსოფლიო დრამატურგიის ტრადიციებიცა და ქართული მითოლოგიური ძირებიც. სამართლიანად შენიშნავდა აკაკი ბაქრაძე, რომ ყვარყვარე თუთაბერი ერთი მხრივ პრიმიტიული კაცია, რომელიც მთელ ცხოვრებას ნაცრის ქექვასა და ფუჭ ოცნებებში ატარებს, ხოლო მეორე მხრივ მზაკვარი, ცბიერი, დაუნდობელი და ყოვლის მკადრებელია. ის ორსახიანია და ოსტატურად იყენებს ხან ერთ სახეს და ხან მეორეს. ყვარყვარე თუთაბერი ერთდროულად კომიკურიცაა და დემონურიც. ის ერთდროულად განასახიერებს ბოროტი პოლიტიკური სისტემის უვიცობა უგუნურობასაც და აგრესიულ ძალადობასაც, რომელსაც განუზომელი ტანჯვა მოაქვს დაშინებული და მონებად ქცეული ადამიანებისთვის, რის მხატვრულ სიმბოლოსაც ყვარყვარეს ციხე წარმოადგენს. განიცდის თუ არა პოლიკარპე კაკაბაძის პიესის მკითხველი მაყურებელი ბრეხტისეულ შოკს. ცხადია, რომ ყვარყვარეს ქმედებებისა და მახინჯის სისტემის მუშაობის შემყურე ის ვერ დააღწევს თავს შოკურ მდგომარეობას, აღმოცენებულს უკიდურესი აღშფოთების კვალდაკვალ, მაგრამ შოკს უფრო მეტად აღრმავებს ადამიანური არჩევანის არარსებობა პიესაში. განსხვავებით ბრეხტის აზდაკისგან, იმედგაცრუებული რევოლუციონერისგან, რომელიც მიუხედავად მდაბიოს უსიამო ნიღბისა, სამართლიანი კაცია და ცდილობს გააკეთოს სწორი არჩევანი, ყვარყვარე არ არის გმირი, რომელიც ისტორიული არჩევანის წინაშე დგას, არამედ ანტიგმირია, რომელიც თავად წარმოადგენს ისტორიის ტრაგიკულ განაჩენს. პოლიტიკური დიქტატურის შედეგი მხოლოდ ტოტალური სიყალბე შეიძლება რომ იყოს. ქართველი დრამატურგი ცხადად წარმოაჩენს ბოროტ პოლიტიკურ სისტემას და მასში ადამიანთა ტანჯვის მიზეზსაც ამოიცნობს, მაგრამ ბრეხტისგან განსხვავებით ის ვერ ახერხებს ტანჯვის მიზეზის წინააღმდეგ შხამსაწინააღმდეგო საშუალების აღმოჩენას, ვინაიდან მარტივად ვერ ხედავს მას. როდესაც მისცემენ ყვარყვარე თუთაბერს, მაშინ მეგვაცებს ხალხი აი ამ მუხლებზე. მაქვს ბედნიერება გაცნობოთ ბატონო რწმუნებულა, რომ პოლიკარპე კაკაბაძის პიესა წარმოადგენს პოლიტიკურ და სოციალურ ალეგორიას და გროტესკულ რეფლექსიას საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ბოლშევიკურ რეჟიმზე, მის მთავარ აქტორებსა და შედეგებზე, მაგრამ მხოლოდ ამ კონკრეტულ პოლიტიკურ პრიზმაში პიესის გააზრება ავიწროვებს მის გაგებას. ყვარყვარე იმ ამაზრზენი და მიუღებელი თვისებების ნაზავია, რომლებიც არასდროს წარმოიქმნება ნორმალურ საზოგადოებაში, არამედ მხოლოდ ტოტალიტარულში. მართალია ყვარყვარე გარემო პირობების ამ კონკრეტულ შემთხვევაში საბჭოთა რეჟიმის უშუალო ნაყოფია, მაგრამ ის მარადიული ტრაგედიაა, მარადიული უბედურებაა, რომელსაც ვერასდროს და ვერცერთი დიქტატორული მმართველობა ვერ დააღწევს თავს. პიესის ბოლოს ყვარყვარე თუთაბერი გარბის. სიტყვებით გული არ გაიტეხო ყვარყვარე, დაიღუპა ის, ვინც სირცხვილით სოროში ჩაძვრა, მე კიდევ ავცოცხლები. ფინალი წინასწარმეტყველურია. სანამ ტოტალიტარული რეჟიმები და დიქტატურები იარსებებს, ყვარყვარეებიც იბარტყებენ და ისევ აცოცხლებიან.